საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით ილიას ტბაზე ახალი სასტუმრო აშენდა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო მფლობელთან ერთად გახსნეს. სასტუმრო კომპლექსის მოწყობა $2,300,000-ით დაფინანსდა. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდი ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროექტში მონაწილეობს. ეს სასტუმრო წელიწად ნახევრის განმავლობაში დასრულდა. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ობიექტი. მე ვიტყოდი არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ მთლიანად საქართველოში. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს. ეს სასტუმრო საწყის ეტაპზე დააფინანსა საპარტნიორო ფონდმა, შემდეგ უკვე ჩაერთო კერძო სექტორი, კომერციული საბანკო სექტორი და სახელმწიფოს ვალია, რომ ამ სასტუმროს გარშემო მდებარე ინფრასტრუქტურა მოამზადოს იმ დონეზე, რომ მთლიანად კომპლექსი დასრულდეს. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. საპარტნიორო ფონდმა კიდევ ერთი კარგი პროექტი დაასრულა, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი. სასტუმრო ილიას ტბაზე პრაქტიკულად ხორციელდება ის პრინციპი, რაც ჩვენ გვაქვს. მივიღოთ თანადაფინანსებაში მონაწილეობა, შემდეგ ვაკონტროლოთ პროექტი, ნახოთ როგორ გაეშვება და შემდეგ გზადაოთმოთ პარტნიორს, ინვესტორს ჩვენთან ერთად. ეს ერთი კიდე კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ითანამშრომლოს სახელმწიფო და კერძო სექტორმა.